ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაკავებულია ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ღარიბაშვილს სასჯელის სახით და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებით დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით. ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე გვიერთდება. უკვე პატიმარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლოს ხდომა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პროცესზე ირაკლი ღარიბაშვილი თავად გამოცხადდა უფლებადამცველთან ერთად. მას შემდეგ, რაც მან ბრალი აღიარა, სასამართლო დარბაზშივე მოხდა მისი დაკავება და სავარაუდოდ ის ახლა უკვე გადაყვანილია რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიდრე მედიასთან ღარიბაშვილის უფლებადამცველი ვრცელ განმარტებებს გააკეთებდა, მანამდე ვნახეთ პროკურატურის ოფიციალური განცხადება, სადაც ეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა წარდგენილი ბრალდება დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვება დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილის უფლებადამცველმა მედიასთან დააზუსტა ის, რომ საქმე არ ეხება სამოხელეო დანაშაულს. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედავება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. კერძოდ, ღვინის ინდუსტრიიდან მიღებულ ფინანსებს, როგორც მიხეილ შაყულაშვილმა განმარტა, ღარიბაშვილს არ ჰქონდა რეგისტრირებული ბიზნესი და ასევე არ ჰქონდა დეკლარირებული ის დიდი ოდენობით თანხები, რომლებიც სწორედ ამ ბიზნესიდან ჰქონდა შემოსავლის სახით მიღებული. მოვისმინეთ ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა სასამართლოს ხდომაზე. მან მოსამართლე მეია მელქაძეს უთხრა, რომ ის დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში თავს. ასევე, როგორც უფლებადამცველმა განმარტა, დაცვის მხარის ინიციატივით მიმართეს პროკურატურას შუამდგომლობით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე მხარეები განიხილავდნენ კონკრეტულ საკითხებს და მას შემდეგ, რაც მოხდა შეთანხმება, როგორც პროკურატურას, ისე ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დამცველს შორის, ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და როგორც მაყურებელმა უკვე მოისმინა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ირაკლი ღარიბაშვილს. პროკურორმა მედიასთან განმარტა ისიც, რომ დამატებით მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მას ჩამოერთვა 2 ავტომანქანა და სახელმწიფო ხაზინაში მიემართება ჩხრეკის დროს ამოღებული 6 მილიონ დოლარზე მეტი. ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას, დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალია. მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს 1 მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს 2 მანქანის მოგეხსენებათ ალბათ მანქანები ჩამორთმევა. თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. როდესაც ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, ხო, როგორც თვიური, ასევე წლიური, ასე შემდეგ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს გადასახადებს და ყველაფერს, ხო? რახან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, აი ეგ არის ზუსტად დანაშაული.
შედგა საპროცესო შეთანხმება ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვეპუნქტის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც ახლავს დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უკვე სასამართლომ იგი დამნაშავედ იქნა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახეთა ზომად განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულების საქმიანობის შედეგად მიიღებული ქონება და ამავდროულად დამატებით სასჯელის სახეთა ზომად განისაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. რამდენიმე წუთის წინ გააკეთა პირველი კომენტარი იუსტიციის მინისტრმა პაატას ალიას თქმით, საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ასევე მოვისმინეთ ისიც, რომ თანამდებობები ინდულგენცია ვერ იქნება, რადგან ამ ქვეყანაში უზენაესი არის კანონი. როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისათვის, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო მასთან, შესაბამისად მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის და მას განისაზღვრა 5 წლის თავისუფლების აღკვეთა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში არის კანონი უზენაესი, თითოეული მოქალაქის არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად დღეს ამას ჩვენ ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს ამ შემთხვევაში, რადგან დანაშაული ჩადენილია, ვინც არ უნდა იყოს დანაშაული ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა დანაშაული, ამის შემდეგ გაფორმდა სწორედ საპროცესო შეთანხმება და ახლა ყოფილ პრემიერ-მინისტრს 5 წლის გატარება მოუწევს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა.